ამარეულ დროში ბევრი რამ ყოფს, ვიდრე გვაერთიანებს. და ამის ძირითადი მიზეზი არის ბიძინა ივანიშვილი და მისი ხუშტურები. ერთადერთი რამ ეხლა რაც მასენდება, რაც ყველას გვეხება და ყველა ოჯახამდე მიდის, არის სწორედ უვიზო მიმოსვლა. ეხლა წარმოიდგინეთ უვიზო მიმოსვლის ჩეჩერებით, როგორ დაზარალდება თითოეული საქართველოს მოქალაქე. ამას არ აქვს მნიშვნელობა, ქოცი იქნება თუ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი. ყველას ეხება აბსოლუტურად ყველას. შეუძლებელია ადამიანს მოსწონდეს ეს ნაბიჯი. და ყველაფერი ამის უკან დგას სწორედ ქართული ოცნება რა. მათი პოლიტიკის გამო არის ის, რომ დღეს ჩვენ უვიზოს გვიჩერებენ. აი ახლა 31 რიცხვამდე ჰქონდათ მათ შესაძლებლობა, რომ რაღაცები გამოესწორებინათ და ეჩვენებინათ ჩვენი ევროპელი მეგობრებისთვის, რომ იმ გზიდან ცოტა მაინც გადაუხვდნენ დაგზასაც ადგენენ. და ეს არის წმინდა რუსული გზა, სადაც დარღვეულია ადამიანის უფლებები, სადაც სცემენ მოქალაქეებს, სადაც უმიზეზოდ იჭერენ მათ, ნარკოტიკებს უდებენ. და იმის ნაცვლად, რომ რაღაცა გაიკეთებინათ, დღეს გამოდიან და კიდე რაღაცა გონორზე არიან და პროპაგანდისტულ მესიჯებს უშვებენ, თითქოს ვინმე აძალებდეს საქართველოში კაცებს გათხოვებას და ასე შემდეგ. ხო, ეს აბსურდული სისულელეებია. უბრალოდ მინდა ყველამ გაიგოს, რომ ქართული ოცნება არის ჩვენი მტერი, ხო? და ქართული ოცნება როგორც მე მებრძვის, ასევე გებრძვის შენ, რომელიც ხარ ახლა ქოცების ამომრჩეველი და გონია, რომ თითქოს სწორ ადგილას ხარ, არავითარ შემთხვევაში. და ძალიან გთხოვთ, არ გადააყოლოთ ერთი ადამიანის ხუშტურებს, პირად ინტერესებს, არ გადააყოლოთ მთელი ქვეყანა და არ გადააყოლოთ პირველ რიგში თქვენი ოჯახი, თქვენი კეთილდღეობა რა. მე ვიცი, ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც სამუშაოდ მიდის ევროპაში, ვინც სამკურნალოდ მიდის, სასწავლებლად მიდის და მათ შორის ხართ თქვენ ხოცებიც ხართ, ხო? ხო და აი ამ კეთილდღეობით ხო გისარგებლიათ. და რატომ გინდათ რომ საქართველოს ჩაკეტოთ, რატომ გინდათ რომ თქვენს ოჯახებს ეს კეთილდღეობა და ეს რაღაცა პრივილეგია მოუსწოთ. ვის გამო რა? ერთი ბიძინა ივანიშვილის გამო, რომელიც თვალის დახამხამებაში გაკიდით, მაშინ როცა ეს დასჭირდება და ისე გაიქცევა ამ ქვეყნიდან, რომ აი მის ყვალსაც კი ვერ იპოვით და თქვენ მოგიწევთ ისევ ამ ქვეყანაში გაჩერება და აქ ცხოვრება. ამიტომ მინდა რომ რა ვიცი, გონს მოეგოთ და მინდა რომ გაიაზროთ რა რეალობაში ცხოვრთ რა. ეს არ არის ოპოზიცია და პოზიციის ბრძოლა. ეს არის საქართველოს გადარჩენის ამბავი. აქ გადის რა ზღვარი რა. თქვენ წარმოიდგინეთ ახლა უვიზოს თუ შეგვიჩერებენ, იმდენად ჩავიკეტებით, იმდენად წავალთ წარსულში, იმდენად გაუარესდება ჩვენი მდგომარეობა, რომ ამის გამოსწორებას ძალიან დიდი ხანი დასჭირდება. ამიტომ იაზრონეთ სახელმწიფოებრივად, იაზრონეთ როგორც საქართველოს სჭირდება ისე. და ნუ გადაყვებით ერთ ოლიგარქს, რომელსაც საერთოდ ფეხებზე კიდია ქართული ხალხი და ფეხებზე კიდი ხართ თქვენც, როგორც ქოცების ამომრჩევლები.